მოგესალმებით, ეს არის სიმართლის მაძიებელი პოდკასტის შემდეგი ეპიზოდი და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სტუმართან, შოთა ღვინერიასთან. ძალიან დიდი მადლობა, შოთა, ვიცი რომ საქართველოში ძალიან დატვირთული ხარ. ხოდა დაახლოებით 1 საათი თქვენ დროს წავიღებთ საინტერესო თემებზე სასაუბრად. მადლობა და პატიჟებისთვის მივესალმები მსმენელს. რამდენიმე ეპიზოდი ქონდა უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით და დღესაც ვერავწდებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, განსაკუთრებით თქვენი ასე იგი კომპეტენციებიდან გამომდინარე დეზინფორმაციის და უსაფრთხოების ერთმანეთთან დაკავშირება იქნება საინტერესო. მაგრამ პირველი კითხვა, რაც მინდა რომ დავსვა, არის დღევანდელ დღის წესრიგზე, მსოფლიო დღის წესრიგზე, რომელზეც მეტაგებოდ ყველა თავხდებით, რომ საკმაოდ შეიცვალა ბოლო პერიოდში და ბევრი ამბობს, რომ რაღაც ფიქრობს, მე გამიგია ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაც ბუნებრივი ამბავი იყო, რაღაცა ფაზები არის თუ ტალღები და ხანისია, ხანასია. ზოგი ისგან გამიგია ეგეთი ის, რომ აი ამ ლიბერალებს ნამეტანი მოუვიდათ და ეხა ხალხი დაიღალა ამ რაღაცა თუნდაც მიგრაციის ტალღებით და ასე შემდეგ. მოკეთ პირველი კითხვა რაც არის, მაინტერესებს რომ ეს არის რაღაც ბუნებრივი მოვლენა და ხანისა იქნება ხანასე თუ გარკვეული სახელმწიფოების მიზანმიმართული ქმედებად ახდენდა ამაზე გავლენას, რომ ასე ვთქვათ დემოკრატიული სამყაროსთვის შეიქმნათ პრობლემები და გაიჩინეთ ადამიანებში უფრო და უფრო მეტი რაღაცა დისკომფორტი თუ ნეგატივი და უნდობლობა დასავლური სისტემების და სახელმწიფოებისათვის. კი ბატონო, მე პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემი კარიერა და განათლება ძირითადად დიპლომატიას უკავშირდება და დიპლომატს ნებისმიერ კითხვას როცა უსვავენ, პირველი პასუხი არის გააჩნია. It depends. კი ბატონო. და არ არსებობს რას გააჩნია? აი, რას გააჩნია, ხა მაგაზე ვილაპარაკოთ. ხა პირველ რიგში მოკლე პასუხი ლევან შენ კითხვაზე არის ის, რომ ყველაფერში რაც შენ თქვი, არის სიმართლის მარცვალი. და დღევანდელ დღეს ძალიან რთულია ესე და გააცალკევო შავი თეთრისგან, სიმართლე ტყუილისგან და თქვა რომ რაღაცა იმპერატიულად ეს არის მართალი, ეს არის ტყუილი, ეს არის ცუდი, ეს არის კარგი. ეს განაპირობა დაბრეული საზოგადოება. კი ბატონო. და ეს არის ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის ეპოქაში, სადაც ინფორმაცია არის მთავარი რესურსი, ინფორმაცია არის ყველაზე დიდი სტრატეგიული რესურსი, რომელიც განაპირობებს დღეს ძალაუფლებას, აი ადრე თუ იყო დავუშვათ ნავთობზე ან გაზზე, ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ძალაუფლების საწყისი, დღეს ერთმნიშვნელოვნად ძალაუფლების საწყისი არის ინფორმაცია. და ინფორმაციის წყარო არის უამრავი, ინფორმაციის წყარო არის ყველა შეუძლია გახდეს ავტორი, შეუძლია სოციალური მედია გამოიყენოს იმისთვის, რომ ათასობით ადამიანს მიაწვდინოს თავის ხმა სოფლიოს ნებისმიერი წერტილისგან, ამას დრო არ ჭირდება და ყველაფერი წამებში ხდება და შეიძლება რომ ეს პირდაპირ ცოცხალ რეჟიმში ხდებოდეს, ამიტომ ეს ინფორმაცია არის რაღაცა დიდი ზღვა, ცუნამი და თუ კი ადრე ჩვენთვის ამოცანა იყო, რომ მოგვეპოვებინა წვდომა ამ ინფორმაციაზე, მოგვეძებნა ინფორმაცია, ხო, ცოდნას და ინფორმაციას ვეძებდით ჩვენ პროაქტიულად, მივდიოდით და ვსწავლობდით და ვიგებდით იმაზე, რაც გვაინტერესებდა. დღეს ყველა ადამიანს, ვისაც ჯიბეში უდევს smartphone-ი ან ნებისმიერი სხვა ელექტრომოწყობილობა, იმ ადამიანს ეს საინფორმაციო ველი, თავისი საინფორმაციო ველი დააქვს ჯიბით. და ეს ინფორმაცია მას პროაქტიულად ესე მიეწოდება. ვიღაცები წყვეტენ შენთვის რა არის საინტერესო, შენ რა უნდა იცოდეს, შენთვის რა იქნება სიმართლე, ანუ ჩემთვის რაც არის სიმართლე, არ არის აუცილებელი რომ შენთვისაც სიმართლე იყოს და ხშირ შემთხვევაში ეს ესე. აქედან გამომდინარე ხა რომ დაუბრუნდეთ მსოფლიო დღის წესრიგს. მსოფლიო დღის წესრიგიც დღეს არის არეული ამის გამო, იმიტომ რომ არ არიან ერთმნიშვნელოვანი ლიდერები დღევანდელ მსოფლიოში. გასულ საუკუნეში ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი ზოგადად იყვნენ უპირობო დომინანტი, ხო, პლანეტაზე, ყველაზე ძლიერი, ბევრი რესურსის მქონე, უფრო განვითარების მაღალ ეტაპზე მყოფი ცივილიზაცია, რომელიც გარკვეულწილად იყო ამ უნიპოლარული მსოფლიოს ლიდერი, ხო?
უფრო მანამდე რომ დაუბრუნდეთ, იყო ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი, სადაც იყო ცივი ომი და ორი ესეთი თვითმყოფადი და ერთმანეთში დაპირისპირებული არსებობდა და ესეც ნათელი იყო რა, ესენი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომ სიმართლე რომლის მხარეს იყო, რომელი უფრო ძლიერი იყო, კოსმოსში ვინ უფრო მალე გაფრინდებოდა, ასე შემდეგ. დღეს აი ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მოშლილი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გადავედით ბიპოლარულიდან უნიპოლარულ სისტემაზე, ეს ძალიან დიდი პროცესი იყო და ბევრი რაღაცა გამოიწვია ამან და დღეს არის ის პროცესი, როცა ეს უნიპოლარული სისტემა გადადის მულტიპოლარულ სისტემაზე, როცა არ არიან ერთმნიშვნელოვანი ლიდერები, როცა თეთრი და შავი როგორც აღნიშნე თავიდანვე სიმართლე, ტყუილი, ეს ყველაფერი ერთმანეთში არის აზრი, გააჩნია შენ რომელ მხარეს ხარ, გააჩნია შენ ვინ ხარ, გააჩნია რა ამოცანები გაქვს, გააჩნია რა სჭამ, რა სვავ, რა გაცვია, ამის მიხედვით განისაზღვრება რა არის შენთვის სიმართლე. ეს არის ძალიან რთული პროცესი. კარგი, მაგრამ რო დაუბრუნდეთ იმ ამბავს, რომ რამ გამოიწვია ეს და რამ მივიყვანა აქამდე, აი ამ სიმართლის დადგენის სირთულემ ითამაშა ამაში როლი, რომ მაგალითად გარკვეულ სახელმწიფოებს შეეძლოთ, რომ უფრო მარტივად ან გარკვეულ აქტორებს, თუ ვინაც დავარქვათ, მარტივად აერიათ გზაკვალი მათ შორის საზოგადოებებში? მარტო გზაკვალის არევაში არ არის დღეს საქმე. დღეს საქმე იმაშია, რომ ამ ტექნოლოგიურმა წინსვლამ და ზოგადად იმან, რომ ინფორმაცია გახდა დღეს მთავარი იარაღი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, შეცვალა ზოგადად დინამიკა საერთაშორისო ურთიერთობების და პატარა ქვეყნებსაც კი, რომელსაც შეუძლიათ რომ გამოიყენონ ოსტატურად კიბერსივრცე თავისი პოლიტიკური ინსტრუმენტებისთვის, აქვს შანსი, რომ გარკვეულ საკითხებში ბირთვულ ზესახელმწიფოებს აჯობონ რაღაცა კონკრეტული პარამეტრებით. ამას დღევანდელი ტექნოლოგიები და დღევანდელი საკომუნიკაციო სივრცე ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ ეს ბუნებრივად შეიცვალა ის ბრძოლის ველი, რომელიც ადრე იყო სამხედრო ბრძოლის ველი, ხო? ომები როგორ ხდებოდა, ადამიანები, პოლიტიკოსები რაღაცაზე ვერ შეთანხმდებოდნენ, შემდეგ გამოცხადდებოდა ომი, ეს ორი შეიარაღებული ძალა ერთმანეთის პირისპირ რაღაც კონკრეტულ გეოგრაფიაში მივიდოდა, ერთმანეთს ესროდნენ, შემდეგ როცა პოლიტიკური გამოსავალი მოიძებნებოდა, რაც დარჩებოდა ამ შეიარაღებული ძალებიდან, დაბრუნდებოდნენ ისევ კონკრეტულ გეოგრაფიაში. დღევანდელი ომი ასე არის, დღეს არის მუდმივი კონფლიქტის ეპოქა, როცა ეს ომი მიმდინარეობს უამრავ სხვადასხვა სივრცეში. ეკონომიკურ სივრცეში, ფინანსურ სივრცეში, პირველ რიგში ტექნოლოგიურ სივრცეში და საინფორმაციო სივრცეში, როგორც ვახსენე და ამიტომ რთული დასადგენია ზღვრები ამ ომის, დღევანდელი ომის. რამდენად კორექტულია ესეთი რაღაცის თქმა, რამდენად სწორია, თორე კორექტული ალბათ არის. ანუ ადრე თქვით, რომ იყო რაღაც ორი პოლუსი, მერე იყო ერთი პოლუსი, მაგრამ რეალურად ამ დავარქვათ რაღაცი რუსეთის პოლუს ისინი ცდილობდნენ, რომ დაიბრუნებინათ თავიანთი, ანუ მუდმივად ხო არიან მაგის მცდელობაში, რომ დაიბრუნონ თავიანთი რაღაც უფრო დიდი როლი, უფრო დიდი გავლენა და ანუ მათი იქნებ გამომდინარე ხო რბილი ძალა არ აქვს და რაღაცა კარგით გაუჭირდებოდათ შეჯიბრება, ამიტომ მათთვის ხელშეშლა და მათი დაზიანება და დასუსტება დასავლეთის, ანუ იყო ალბათ სტრატეგია. ხო? და ძალიან ეფექტურად გამოიყენეს აი ეს ახალი რეალობა, რასაც თქვენ ამბობთ, ხო, რომ ეს საინფორმაციო ომი, ასე ვთქვათ, პირველი რაუნდი შეიძლება ითქვას, რომ მოიგო ამ ავტოკრატულმა მხარემ, ასე ვთქვათ, ან რუსეთმა, რომელმაც ალბათ პირველმა თუ არა, არ ვიცი, მოკლედ ყოველ შემთხვევაში დასავლურ ინსტიტუტებზე უფრო ადრე დაიწყეს ამ იარაღის გამოყენება. როგორ მოხდა მოკლედ ეგ ამბავი და რამდენად შეიძლება მაგასაც დაბრალდეს ის, რომ დღეს ცოტა აი ეს უნიპოლარული სისტემა მოიშალა რა.
კი ბატონო, აი ისევ იქ დაუბრუნდეთ მაშინ, საიდანაც პირველი კითხვა დავიწყეთ, იქ ხო ყველაფერში რაც ჩამოვთვალეთ გარკვეული სიმართლის მარცვალი იყო. ეხა ეს სოფლიოს წესებზე დამყარებული სოფლიო წესრიგი რას ნიშნავს? მაშინ ამაზე უნდა ვისაუბროთ რა. ეს წესებზე დამყარებული წესრიგი დამყარდა მაშინ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპაში და ზოგადად დასავლური სამყარო მიხვდა, რომ თუ რაღაცა არ შეიცვლებოდა, ეს პირველ მსოფლიო ომს, მეორე მსოფლიო ომი მოყვა, მეორე მსოფლიო ომს კიდე მესამე, იმიტომ რომ არასწორად ხდებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნებს შორის დაბალანსება ინტერესების და ყველა თავის საკუთარ ეგოისტურ ინტერესებზე ზრუნავდა და აი ამ ეგოისტური ინტერესების ერთმანეთთან შეუთავსებლობის გამო ხდებოდა ომები. ეს იყო წრე, რომელშიც მუდმივად შევდიოდით, მათ შორის ევროპაში, ხო? იქ იყო აი ამაზე საუბარი, რომ ნებისმიერი მიწის ნაგლეჯი, რომელიც ევროპაში არის, სხვადასხვა დროის მონაკვეთში ეკუთვნოდა სხვადასხვა სახელმწიფოს. ეხლა იმის მიხედვით თუ რომელი სახელმწიფო გაძლიერდება, ის თუ განაცხადებს ტერიტორიულ პრეტენზიას იმ კონკრეტულ რეგიონზე, იმიტომ რომ როდესღაც 3 საუკუნის წინ მართლაც ეს რეგიონი შედიოდა ამ ქვეყნის იმაში იურისდიქციაში, ხო? ეს ხო მუდმივი ომის რეცეპტია. ზუსტად ამიტომ შეიქმნა ეს წესებზე დამყარებული მსოფლიო, ყველა მათ შორის საბჭოთა კავშირი, რომელიც არის ხელმომწერი ამ დოკუმენტების ჰელსინკის ფინალური აქტი, მერე გაეროს ქარტიის ძირითადი ფუძემდებელი პრინციპიც ეს არის. მოდი შევთანხმდეთ ხახო, რომ რა იყო ისტორიის განმავლობაში ამას დავანებოთ თავი, ამაზე აღარ ვიჩხუბოთ, ეს აღარ გახდეს ომის და დავის საგანი და დღეს ჩვენი საზღვრები როგორც არის, დავაკანონოთ ეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და შევთანხმდეთ ყველა, რომ აღარ შეუძლიათ ქვეყნებს სამხედრო ძალის გამოყენების მუქარით შეცვალონ ტერიტორიული მთლიანობა სხვა ქვეყნებს. ეს იყო გარანტია პატარა ქვეყნებისთვის, რომ დიდი ქვეყნები მათ აღარ წაართმევდნენ ტერიტორიას და დიდი ქვეყნებისთვისაც გარანტია იყო, რომ ერთმანეთში შეიარაღებული კონფლიქტი აღარ მოხდებოდა. ეს რა თქმა უნდა ძალიან გამარტივებულად ვამბობ, ამას უამრავი კომპონენტისგან შედგება, ბირთვული შეკავების ელემენტი იყო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ასე შემდეგ. მაგრამ რისი თქმა მინდა, ეს იყო ზუსტად გასული საუკუნის მთავარი წესრიგი, რომელიც პასუხობდა გასული საუკუნის მთავარ სირთულეს, რომელიც იყო ეს ტერიტორიული დავები და გაუთავებელი ომები ამ ტერიტორიის გამო. ამაზე იყო, ამის ირგვლივ იყო ეს წესრიგი შექმნილი. და ეს იყო პრეინტერნეტის ერა, როცა ინფორმაცია არ იყო მთავარი ინსტრუმენტი, მაშინ მთავარი სტრატეგიული ის იყო ტერიტორიაში არსებული ბუნებრივი რესურსები, ამაზე ომობდნენ. დღეს, როდესაც ინტერნეტის ერაში შევედით, ტექნოლოგიების ერაში შევედით, ეს გეოგრაფია, მანძილი, დრო, ესენი აღარ არის უკვე გამსაზღვრელი, თავარი გამსაზღვრელი აღარ არის აი ამ საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპის, ეხლა არის ინფორმაციაზე წვდომა. შესაბამისად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო გასული საუკუნის გამოწვევებზე პასუხისთვის, არარელევანტური გახდა. ეს, რა თქმა უნდა, გამოიყენეს ავტორიტარულმა რეჟიმებმა, რომლებიც არ იყვნენ კმაყოფილი დასავლეთის მიერ შექმნილი აი ამ წესებზე დამყარებული სისტემით და ისინი ვერ შედიოდნენ ჯანსაღ კონკურენციაში დასავლეთთან, არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი. ეს მომენტი გამოიყენეს, როცა მართლა შეიცვალა მსოფლიო, მართლაც საჭირო იყო ახალი წესრიგი, მაგრამ ეხლა რა მოხდა, ნახეთ, იმის ნაცვლად, რომ ახალი სამართლიანი წესები შექმნილიყო და შევთანხმებულიყავით მართლა იმაზე, თუ რა იქნებოდა ლოგიკური ცვლილება აი ამ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის. ამ ავტორიტარულმა რეჟიმებმა, როგორც არის რუსეთი, ირანი, ჩინეთი, გამოიყენეს ეს გაურკვევლობის პერიოდი იმისთვის, რომ ისევ თავის საკუთარ ეგოისტურ ინტერესებზე ეზრუნათ. გახსოვთ, რაც გახდა თავის დროზე საფუძველი პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო. იქ, ანუ ახალი კი არ შემოგთავაზეს რაღაცა, რომელიც უფრო ადეკვატურად უპასუხებდა ჩვენ გამოწვევებს. უკან დაბრუნდნენ, რაც იყო
იმისი საფუძველი რომ ეს პრინციპები შეიქმნა, რომელიც ეხლა ჯერ კიდევ მოქმედია, ხო? იქამდე რაც იყო იქ დაგვაბრუნეს. და იძახიან რომ იცი რა, იმიტომ რომ მე ვარ ძლიერი, რუსეთი, აი რას ამბობს რუსეთი, ხო? ამბობს რომ იმიტომ რომ მე ვარ ძლიერი, მე ვარ ბირთვული, იარაღის მფლობელი და ვარ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მე მაქვს უფლება დავიპყრო უკრაინა და საქართველო. ესაც ზედმეტად გამარტივებული, მაგრამ ამას ამბობს რეალურად, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გავლენის სფერო და მე აქ რო დასავლეთი შემოდის და დემოკრატია შემოაქვს და ამ ერებს აძლევს განვითარების საშუალებას, ეს ჩემ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხო, ჩემთვის. სათხეა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი ეროვნული ინტერესი არის რომ მე კონტროლი მქონდეს ამ ერებზე და იმიტომ რომ დასავლეთისთან ამათი მეგობრობის გამო მე კონტროლს ვეღარ ვახორციელებ, ესე იგი ჩემ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ მე დავიწყებ ომს. იმიტომ რომ მე ვერ შევთავაზებ საპასუხოდ ვერაფერს პოზიტიურს, ალტერნატივა ვერ გავხდები, ამიტომ დავანგრევ. ამიტომ ვამბობ, რომ ის ალტერნატივა არის ცუდი და ვაკეთებ იმის დისკრედიტაციას. შესაბამისად, ხო, აი ეს ამ პროცესში ვართ ახლა, რომ აუცილებელია, რომ რაღაცა ახალი პრინციპები შეიქმნას იმ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც დღევანდელი მსოფლიო აღმოჩნდა, თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება ის, რაც უკვე გავლილი გვაქვს და რაც ვიცით, რომ მუდმივი ომის რეცეპტია, ხო, ყველაზე მარტივი. აქედან გამომდინარე, ხა ავტორიტარები ეკაჩებიან აქეთ ამ მსოფლიო წესრიგს და ამ ჩარჩოს, რომელშიც ყველა საერთაშორისო ურთიერთობების ჩარჩოს ღუნავენ, მოკლედ, იმიტომ რომ ეს ამ გაღუნულ ჩარჩოში და ამ გროულ წყალში თავისი თევზი დაიჭირონ და დასავლური სამყარო კბილებით ცდილობს, რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს ჩარჩო და გადაიყვანოს რაღაც პოზიტიურ დღის წესრიგში, სადაც შევძლებთ შეთანხმებას და ისეთი რაღაცის შექმნას, რომელიც იქნება გარკვეულწილად გლობალური სტაბილურობის გარანტია. თუმცა ეს ახლა იმ ცვლილებების და турბულენტურობის პერიოდში ვართ. ძველი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ინგრევა. ახალი ჩამოყალიბებულა და იქმნება და ეს აი ამაზე მიდის ახლა ბრძოლა, რომ როგორი ახალი მსოფლიო შეიქმნება, ვინ იქნება იქ წამყვანი ძალები. ხო, როლი იქნება სიმძიმის ცენტრები, როგორ გადაგაწილდება. მოდი ახლა მაშინ მეგობრებო ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი არის, რომ თვითონ ინსტრუმენტებზე კონცენტრირდეთ, ხო? და რაღაცა დრო დაუთმოთ, როგორ ხდება, რომ ამბობთ, რომ რაღაცა გამოიყენა სიტყვაზე ამ ავტოკრატულმა რეჟიმებმა, რა გამოიყენა, მოკლედ აი ამ საინფორმაციო ომის რა იარაღები არსებობს და რა მიზანს ემსახურება და მე გადავიდეთ ამ ჯერ ცოტა გლობალურად და მე ბოლოს საქართველოსაც რაღაცებს ხო, ეხლა ამ ახალ სოფლიო წესრიგში ხარ, როგორც თქვით, აბსოლუტურად არის შეცვლილი თვითონ ძალის ცნება, რა არის ძალა, ადრე სხვა რაღაცას ნიშნავდა ძალა, დღეს სხვა რაღაცას ნიშნავს, ადრე ძალა პრინციპში იგივეს ნიშნავს, ანუ თუ განმარტებით ლექსიკონში ჩავხედავთ, ხო, ძალა არის შესაძლებლობა იმისი, რომ ერთმა აქტორმა მეორე აქტორზე ზეგავლენა მოახდინოს. ეს იგივე დარჩა, თუმცა ის საშუალებები, რომლითაც ზეგავლენას ახდენ, ეს შეიცვალა. საშუალებებთან დაკავშირებით, არა ზოგადად, არამედ აი კონკრეტულად რაც ვიცით, რა გამოუყენებიათ, როგორ უმუშავია და კი ბატონო. ეხლა იგივე ინფორმაციაზე რო ვთქვით რამდენჯერმე რომ გახდა ძირითადი ძლიერი რესურსი. ეხლა ეს როგორ მუშაობს ბუნებაში ორი სიტყვით ავხსნათ მაშინ ინფორმაცია როგორც მთავარი ინსტრუმენტი. შენ თუ გინდა რომ გავლენა მოახდინო შენი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკაზე. ამისთვის ახლა სტანდარტული მე-20 საუკუნის ინსტრუმენტი არის რომ რაღაცნაირად ზეწოლა მოახდინო და ემუქრო უთხრა რომ ამას თუ არიზაო მე შემოვიჭრები რაღაცას სამხედრო ძალით მე ხო უკეთესი სამხედრო შესაძლებლობები და ამითი რაღაცნაირად აიძულებ რომ ქცევა შეაცვლებინო ან გააკეთებინო ან არ გააკეთებინო რაღაცა ხო რეგიონის ქვეყნებში. ეხლა დღეს როგორი სიტუაცია? ეხლა იმიტომ რომ ეს ქვეყნები მეტნაკლებად ერთი ეკოსისტემის ნაწილი კი ყოველთვის იყვნენ, თუმცა თვითმყოფადი რაღაცა ეკოსისტემები მაინც ჰქონდათ. ამდენად დამოკიდებული არ იყვნენ ერთმანეთზე, არსებობდა სუვერენული საზღვრები, ამ სუვერენულ საზღვრებში არსებობდა სუვერენული საინფორმაციო ველები
და შენი ტელევიზიით და რადიოთი და გაზეთებით აკონტროლებდი შენ საკომუნიკაციო სივრცეს და ელაპარაკებოდი შენ საზოგადოებას და შენ მოსახლეობას და იგივე სხვა საკეთებდა. ანუ ძალიან რთული იყო სხვა ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში შეჭრა და იქ მით უმეტეს რაღაცა გავლენების მოპოვებაზე საუბარი. ხა მარტივი მაგალითი რა, ხა რუსეთს თუ უნდოდა რომ ამერიკის მოსახლეობაზე ან რომელიღაცა ჯგუფზე ამერიკაში მოეხდინა გავლენა. რა შესაძლებლობა ჰქონდა ამისთვის? ხო, ხა რა თქმა უნდა, ხა ტელევიზიას, ხა არტი მაშინ არ ჰქონდათ, სპუტნიკი მაშინ არ ჰქონდათ, ვიღაცა ჟურნალისტი უნდა კონკრეტული ბოდიში ჟარგონისთვის დაევერბოვკებინათ, ამისთვის ჩუმად რაღაცა ფული მიეცათ და ეს ჟურნალისტი რომელიმე ჟურნალში დაწერდა ერთ სტატიას თვეში ერთხელ კარგ შემთხვევაში ხო და ეს სტატია მიწვდებოდა 5,000 ადამიანს. რაღაცა საზოგადოების რაღაც ნაწილის აზრის ფორმირება რომ ხო და მიიღებდა პატარა როლს ითამაშებდა. ეხა დღეს ეს შეიცვალა, ეს მოცემულობა იმდენად შეიცვალა, რომ აი კარსონ ტაკერი ხო ერთი ჟურნალისტი, რომელიც ჩავიდა მოსკოვში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაუჯდა პუტინს და მისცა პუტინს ტრიბუნა და საშუალება, რომ ამერიკის საზოგადოებას 13 მილიონი მიმდევარი ყავს მხოლოდ X-ის პლატფორმაზე ტაკერს. და თავისი ჩასვლით, ერთი ადამიანის ჩასვლით 13 მილიონი წყვილი ყური მოიპოვა ვლადიმერ პუტინმა და მიეცა შესაძლებლობა რომ ელაპარაკა ამ 13 მილიონ ადამიანთან. ერთ წამში ერთი თაგუნის გაწკაპუნების საშუალებით. აი ეს არის ის მოცემულობა, რამაც აბსოლუტურად შეცვალა გავლენის მექანიზმი. იმიტომ რომ შენ შეგიძლია ეხლა რომ სხვა კონტინენტზე აბსოლუტურად სხვა სუვერენული ქვეყნის პოლიტიკურ დებატში, აი ესეთი ტიპის მარტივი ოპერაციებით და ერთი ადამიანის გადაბირებით მილიონობით ადამიანის ყური და გული მოიპოვო და მათზე ზეგავლენა გარკვეულწილად იქონიო. ეს არის ერთი მაგალითი, რა ვიცი, უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება კიდე მსგავსი. მაგრამ ეს არის ეხლა რასაც ვამბობთ, საშუალება რომ ამ ადამიანებს ესაუბრო, ხო, ან მიაწვდინო ხმა. და მეორე ამბავი არის რას ესაუბრები და ალბათ აქ უნდა შემოვიტანოთ ეს დეზინფორმაციის ამბავი, რომ როგორ მუშაობს მოკლედ დეზინფორმაცია, რა მიზნები აქვს და ესე ვფიქრობდით ხოლმე ძირითადად რომ მოგეთ დეზინფორმაციას უნდა რომ ერთ რაღაც კონკრეტულ რამეში დაგაჯეროს და მარტო ეგ არ არის ხო რომ რაღაცა დაგაჯეროს ან გადაგარწმუნოს ბევრი მიზანი აქვს და მაგაზეც რომ ვისაუბროთ. კი ბატონო. ეხლა ეს არის ზოგადი რა პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს ზოგადად ეს საინფორმაციო სივრცე, ამაზე ვისაუბრეთ ცოტა, ხო? ეხლა ვისაუბროთ თვითონ იმ შინაარსზე, რაც ამ საინფორმაციო არხებით ვრცელდება და იმ შედეგებზე, რასაც ეს ყველაფერი იწვევს. იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ზეგავლენა ვიქონიოთ რაღაც დაუშვათ ქვეყნის პოლიტიკა რაღაცას. გვინდა რომ მოდი კარსონის ამ ტაკერის მაგალითი ჩავშალოთ იმაზე, ხო? რა არის ამ შემთხვევაში პუტინის ამოცანა? პუტინის ამოცანა კონკრეტული არის, რომ ამერიკა აღარ დაეხმაროს უკრაინას, დარჩეს უკრაინასთან პირისპირ და შესაბამისად გაანადგუროს და მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ამოცანებს, ხო? ამიტომ ელაპარაკება იმ ტაკერს, თორე მისთვის ხო მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ამერიკელი მოსახლეობა რას ფიქრობს რუსეთის და უკრაინის ისტორიაზე, ეს არავისთვის საინტერესო არ არის. ანუ არავის აინტერესებს ჩვენ რას ვფიქრობთ. ყველა საინტერესებს ჩვენ როგორ ვიქცევით და ჩვენ ქმედებაზე გავლენა მოახდინოთ და ისე მოვიქცეთ როგორც მათ ინტერესებში არის. ეხლა ნახეთ როგორ ხდება ამერიკაში ესეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. იქ არის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ახდენს კონკრეტულ დაკვეთას პოლიტიკურ სპექტრზე და პოლიტიკური სპექტრი შემდეგ იქცევა აი ამ საზოგადოებრივი დაკვეთის კვალდაკვალ. იმიტომ რომ იციან რომ 4 წლის შემდეგ არჩევნები რო დაინიშნება, თუ ისინი ამ საზოგადოებრივ დაკვეთას უგულებელ ყოფენ და არაფრად ჩააგდებენ, შემდეგ არჩევნებს ისინი აუცილებლად წააგებენ. ეს არის განსხვავება ამ ავტორიტარული
მოდელების და დემოკრატიული მოდელების ფუნქციონირება შორის ძირითადად. ეხლა ნახეთ როგორ ხდება ეს დემოკრატიაში. როდესაც ის 13 მილიონი ადამიანი, რომელმაც იმ ინტერვიუს მოусმინა, ოღონდ მოусმინა ამ კარლსონ ტაკერის პრიზმიდან. ის ადამიანები მას რატო უსმენენ თქვენი აზრით? რატო უსმენენ? იმიტომ რომ მათთვის არის საინტერესო მისი პოზიცია, ხო? იმიტომ რომ იქ რო გადართავს სხვა არხზე, დაუშვათ Fox News-ზე გადართავ, იქ რაღაცა რესპუბლიკური ხაზი მიდის, ხო? მის პოლიტიკური გემოვნება შეჯდება CNN-ზე, უფრო დემოკრატიული გემოვნებაა და იქაური ესე ვთქვათ, აზრი და იდეოლოგია დომინირებს. იქ ვიღაცას კიდევ თავისი აზრი აქვს. შენ ადამიანი, რომელიც ირჩევ რომელ საინფორმაციო არხს მოусმინო, ამას ძალიან შეგნებულად აკეთებ. შენ არ გადართავ ისეთ არხზე და არ მოусმენ ისეთ არხს, რომელიც ამბობს იმის საწინააღმდეგოს, რისაც ჩვენ უკვე გჯერა. ხო, რაც შენ გინდა რომ გაიგო. კი, არასოდეს ახლა მე არ მოусმენ საინფორმაციო არხს, რომელიც მეუბნება, რომ პუტინს არ ქონდა სხვა გამოსავალი, ის შევარდა უკრაინაში და ანგრევს უკრაინას, იმიტომ რომ ნატომ გამოიწვია ეს ომი და ეს ყველაფერი ნატოს ვერ მოусმენ ამას უბრალოდ. ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, ეს მაღიზიანებს და ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად ტყუილი. თუმცა ასობით მილიონი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს აზიაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ეს ანტიდასავლური სენტიმენტი და ზოგადად ასე ვთქვათ, მოძრაობა აზრი არის ძალიან ძლიერი, მათთვის ეს აბსოლუტურად კომფორტული და მისაღები პერსპექტივაა და მათთვის ეს არის სიმართლე. ისინი რო ისმენენ იმას, რომ რაშუაშია ნატო თავდაცვითი ტიპის ორგანიზაციაა და უკრაინას აირჩია სუვერენულმა ქვეყანამ გზა, რომ გამხდარიყო ამ ალიანსის წევრი, რომ რუსეთისგან დაეცვა თავი, ეს არის ტყუილი მათთვის. არადა მე ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, უამრავი არგუმენტი მაქვს ნებისმიერთან შევალ დებატში და კბილებით დავიცავ ამ პოზიციას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასობით მილიონი ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ფიქრობს, მე შევძლებ, რომ ისინი დავარწმუნო ამაში. ამიტომ ინფორმაცია დღეს გახდა ძალიან ესე ვთქვათ, გააჩნია ვინ გეუბნება, გააჩნია რა კონტექსტში გეუბნება და გააჩნია შენ წინასწარი ჩამოყალიბებული აზრი, რა გაქვს ამ საკითხის მიმართ. ძალიან რთულია დღეს დარწმუნებულის გადარწმუნება, იმიტომ რომ ეს პოლარიზაცია და ეს საინფორმაციო საპნის ბუშტები გახდა ჩვენი დღევანდელობის ძირითადი გამსაზღვრელი და ისევ რომ დაუბრუნდეთ იმას გავლენას რა. 13 მილიონმა მოისმინა ეს კარლსონ ტაკერისგან და არა ვინმე სხვისგან, იმიტომ რომ მათთვის არის მისი აზრი საინტერესო. შესაბამისად ისინი მოწყვლადები არიან უკვე იმ დეზინფორმაციის და იმ ჩარჩოს მიმართ, რომლიდანაც ინფორმაცია მოეწოდებათ მათ. შესაბამისად ის ესე ვთქვათ, მაგას რესპუბლიკელი ამომრჩეველი, რომლის დიდი ნაწილიც დაუშვათ შეიძლება მას უსმენდეს, შესაბამის დაკვეთას აძლევს უკვე რესპუბლიკურ პარტიას, რომ იცი რა, ხო, მე არ ვიცი რა, ჩემი ფული რატო უნდა დაიხარჯოს, იმ ჩემი გადასახადებიდან აკრეფილი ფული უკრაინისთვის იარაღის საყიდლად რატო უნდა დაიხარჯოს, მე არ მესმის. ამის კითხვის ნიშანიც კი როცა უკვე გაჩნდება, შემდეგ უკვე დემოკრატიული დებატი რომ მიდის კონგრესში და სენატში, ეს 13 მილიონი ადამიანის ხმა იმ ოთახში მუდმივად ისმის, ვერავინ ვერ მოახდენს ამ 13 მილიონი ადამიანის ხმის უგულებელყოფას. შესაბამისად, ჯერა თუ არა იმ კონგრესმენს, რომელიც იმ წუთას იმ სკამში ზის, მას ის ვალდებული არჩევანი ვერაულის გვერდს და გარკვეულწილად ეს შემდეგ გამოისახება უკვე ხმისმიცემის პროცესში და ხმისმიცემის პროცესის შედეგად ჩვენ ნახეთ, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო საერთოდ ამ დახმარების მიცემა, რამაც გამოიწვია ის, რომ კონკრეტული უკრაინელი სამხედრო, რომელიც სანგარში იჯდა ფრონტის წინა ხაზზე, დარჩა მასალების გარეშე, რომ დაეცვა თავი და თავისი ქვეყანა. ანუ ეს არის იმ კონკრეტული სიტყვიდან
კონკრეტულ სანგარში მჯდომი სამხედროს უსაფრთხოებამდე გზა, რომელიც აი ამ გავლენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ასე ვთქვათ, ჩარჩოში ხდება და ვითარდება. ალბათ შეიძლება ორად გავყვათ, ხო, რომ ანუ არის კონკრეტული ინდივიდები, რომლებიც შეიძლება რომ აირჩიო, მაგალითად, კარლსონ ტაკერი და თქვა, რომ მას დიდი ბაზა ყავს მსმენელის და მოკლედ მაგის მეშვეობით გავალ ბევრ ადამიანზე და რაღაცა მესიჯს მივაწვდი და მეორე ამბავი არის ალბათ ეს სოციალური ქსელების გამოყენება უფრო ფართო დეზინფორმაციის საწარმოებლად და ამ ნაწილზეც რო ვთქვათ, რომ აი მანდრა ინსტრუმენტებია და ეგ ამბავი როგორ მუშაობს და რამდენად მეცნიერულ დონეზე ყავთ აყვანილი, ადრე გვისაუბრია, რომ იქ არ ვიცი რაღაცა დოპამინის გამოყოფა და რაღაცა ქიმიური პროცესები, ანუ მაგ დონეზე თუ ხდება ანალიზი, რა მესიჯი უნდა წავიდეს და რას მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს რუსეთი ამ კონკრეტულ დისციპლინაში არის ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ მათ აქვს ძლიერი ტრადიცია და სკოლა ამ ყველაფრის. საბჭოთა კავშირი იყო იმპერია, რომელიც იდგა საინფორმაციო მანიპულაციების ძალაუფლების შენარჩუნებაზე. მათ ჩაკეტილი ჰქონდათ საზღვრები ზუსტად იმიტომ, რომ საინფორმაციო ველი თვითონ იმპერიის შიგნით ეკონტროლებინათ ბოლომდე და საბჭოთა მოქალაქეს სიმართლე ცოდნოდა მხოლოდ ოფიციალური არხებიდან და მხოლოდ ზუსტად გამოყვანილი ზავნილები, ხო? მათთვის საჭირო სიმართლე, რომელიც დაუშვათ არ იქნებოდა მტრულ რაღაცა დეზინფორმაციაზე დაყრდნობით აგებული პოლიტიკური იარაღი. მაშინ, როდესაც თვითონ საბჭოთა კავშირი ძალიან აქტიურად იყენებდა სხვა ქვეყნების მიმართ აი ამ პოლიტიკური ტექნოლოგიების მეშვეობით გამოყვანილ გზავნილებს, რომელთაც ისინი ახდენდნენ დაუშვათ სუსტ ქვეყნებზე იმხელა გავლენას, რომ თავრობებს ცვლიდნენ, მოყავდათ კომუნისტური ხელისუფლებები სხვადასხვა კონტინენტებზე, ძალიან ბევრი მაგალითია ამისი და შემდეგ ეს ასე ვთქვათ პროქსი კომუნისტური ხელისუფლებები იყვნენ მათი პირდაპირი აზრის გამგზელებლები. ეს პრინციპები ძალიან კარგად აქვს იური ბეზმენოვს თავის ლექციებში და თავის ინტერვიუებში გამჟღავნებული. იური ბეზმენოვი არის კგბ-ს აგენტი, რომელიც გაიქცა საბჭოთა კავშირიდან 1970 წელს კანადაში და იქ დაიწყო გამჟღავნება იმ მექანიზმების და პრინციპების, რომელსაც საბჭოთა კავშირი იყენებდა ამ კოგნიტური ომისთვის. აქტუალური არის ის მიდგომები, უბრალოდ ამ ახალი ინსტრუმენტის გამოყენებით. კი ბატონო. ამ კიდე უფრო უკან შეგვიძლია წავიდეთ 1970 წელს კი ამ პრინციპების უდიდესი ნაწილი არის გებელსის პროპაგანდის ძირითად ელემენტებზე დამყარებული. ანუ ეს ავტორიტარული პროპაგანდა ყოველთვის ერთ და იგივე ღერძზე არის აგებული. იქ არის თავარი ის, რომ შენ კონდეს მარტივი გზავნილი, შენ კონდეს გზავნილი, რომელიც შეგიძლია რომ ძალიან დიდი ინტენსივობით მიაწოდო მოსახლეობას და იმდენჯერ გაიმეორო, სანამ ყველა ამას არ დაიჯერებს, ამისთვის სჭირდება მონოპოლია საინფორმაციო არხებზე, მაქსიმალურად შეზღუდო უნდა ალტერნატიული აზრი და ალტერნატიული არხები, უნდა მოიპოვო მონოპოლია საკომუნიკაციო სივრცეზე და აქ უნდა დაბომბო, ესე ვთქვათ, ეს მოსახლეობა ამ ინფორმაციით და რაც უფრო მეტჯერ ესმის ადამიანს ერთ და იგივე რაღაცა და რაც უფრო დამაჯერებლად ესმის და რაც უფრო სხვადასხვა არხიდან ესმის, მით უფრო ადვილად მოწყვლადი ხდება შემდეგ ადამიანის გონება ესეთ ტიპის ინფორმაციის. ეს არის ზოგადად, ძალიან ზოგადად ის პრინციპები, რომელზეც ეს ყველაფერი დგას. დღევანდელ
საზოგადოებაში, როცა ხა თუ ჩრდილოეთ კორეა არ ახარ ვერ აღწევ, ხო, ამ მონოპოლიას ვერ აძრობს, რომ ინტერნეტია, ხა ადამიანები ერთმანეთს საინფორმაციო ვაკუუმში არ ხარ, ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებში და ნუ მარტივია გაიგო რა, ხა რო გეუბნება პოსტივი, რომ ხა ბრიტანეთში და დანიაში ხალხი შიმშილობს და გადასახადებს ვეღარ იხდიან, ხა ეს სისულელეა რა, უმარტივესია ხო ამის გადამოწმება, ხა ყველა შეუულია წვდომა კონდეს რეალურ ინფორმაციაზე რა, მაგრამ აი ხა მე აქ შემოდის მეორე უკვე ფსიქოლოგიური მომენტი. შენ თუ ფიქრობ, რომ პოსტივი არის ის არხი, რომელიც გეუბნება შენ სიმართლეს, შენ ის ფაქტი, რომელსაც გაწვდის სხვა საინფორმაციო არხი უკვე აღარ გაინტერესებს. თორე ის არის შენთვის ტყუილი. შენ გადაწყვიტე უკვე წინასწარ, რომ TV პირველიდან შენ რაც არ უნდა ნახო და მოისმინო ნოდარ მელაძემ შენ რაც არ უნდა გითხრას, შენ თუ გადაწყვიტე, რომ შალვა რამიშვილი გეუბნება სიმართლეს, აზრია მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის აი ამ თანამედროვე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ველის და პოლარიზაციის ეფექტი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თავრობისთვის. მაგას აღწევ ზუსტად აი ამით, რომ იმდენად კეტავ შენ აი ამ შენ ამორჩეველს ამ კონკრეტულ მესიჯში, კონკრეტულ ნარატივში და იმდენად ხშირად უმეორებ, რომ აი მას დემორალიზაციის პროცესი ეძახის ბეზმენოვი. სხვათა შორის მინდა ვთქო მაყურებელს, რომ თუ ექნებათ საშუალება, უბრალოდ Google-ში ჩაწერონ იური ბეზმენოვი და მოусმინონ აი ამ 1 საათიან ლექციას, რომელსაც ის ამ თემაზე გადასარევად ხსნის ყველაფერს. ამერიკის მაგალითზე ხსნის, თუმცა საქართველოსაც ზუსტად იგივენაირად ერგება და ყველა სხვა ქვეყანას. პოლარიზაციის იდეაც ეგ არის, ხო, რომ ეხა ჩვენ თუ ერთმანეთში ვიჩხუბებთ და მე შენზე მარტო ცუცი ლაპარაკებ და შენ ჩემზე მარტო ცუცი ლაპარაკებ, საბოლოო ჯამში ან ერთისას დავუჯერებ, ან მეორეს და ჩვენ თუ რაღაც კონსტრუქციას ვეღარ მინახცევ. ჩვენ თუ რაღაც კონსტრუქციული საუბარი გვექნება, ვიღაცა ეტყვის, რომ რაღაცებში ის იყო, რაღაცებში ეს იყო, მაგრამ ამას აღარ ვუშვებ. ჩვენ თუ ეხა ერთმანეთს დაუწყებთ ძახილს, რომ შენ ხარ მოღალატე და შენ ხარ რუსეთის აგენტი, ხო? ვიღაცა ან ის არის მოღალატე, ან ეს არის მოღალატე. რა თქმა უნდა, ხო, ეხა ზუსტად ეს არის რა. მე მოღალატისგან არაფრის მოსმენა ხო და იქ ამბობს ბეზმენოვი, რომ დემორალიზაცია არის აი ამ აქტიური ღონისძიებების, ანუ ფსიქოლოგიური ომის პირველი ეტაპი, ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მტკივნეული, რომლის საშუალებითაც ხდება აი ზუსტად აი ამ აზროვნების ჩარჩოს ფორმირება, რომელსაც უდებენ ტვინში ადამიანებს. ეს ჩარჩო როგორც კი დამონტაჟდება და ჩადგება ადამიანის ტვინში, ამის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს არის შეუქცევადი პროცესი. იმიტომ რომ ამ ადამიანს როცა მიდიხარ და აჩვენებ ფაქტსაც კი ის კარგავს უკვე შესაძლებლობას და უნარს, რომ ეს ფაქტი აღიქვას. იმიტომ რომ მისი ჩარჩო ამის საშუალებას არ აძლევს და იწყებს მერე კონსპირაციებზე გადასვლას, რომ კი ბატონო, მე ამ ჭიქას კი ვხედავ, მაგრამ ამ ჭიქას იმიტომ ვხედავ, რომ გარყვნილი დასავლეთი რაღაცა ესეთი ფორმით გვაწვდის ამას. რაც მე თქვენს მივარდა თავიდან. ეგ არის ალბათ ერთ-ერთი მაგალითი, ხო, იმისაც, რომ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ აი პოლარიზაციის დროს არის ორი მხარე, ხო? და ჩვენ მაგალითზეც რო ვთქვათ, ანუ არის სიტყვაზე ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უსმენენ იმეს და პოსტივის და რაღაც ადამიანების რაოდენობა, რომელიც TV პიროს და ფორმულას, ესე მარტივად რო ვთქვათ და შუაში არის კიდე ანუ ადამიანები, რომლებიც აღარც იმის მოსმენა უნდა და აღარც იმის მოსმენა უნდა და დროთა განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანებიც უნდა გადანაწილდნენ თითქოს ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს და საბოლოო ჯამში ორივე ხომ ამაზე მუშაობს და რაც უფრო დიდი ხანი ვიქნებით exposed როგორ არის ამ ინფორმაციის წნეხის ქვეშ. ხო, წნეხის ქვეშ კი ბატონო, ესე დავარქვათ, საბოლოო ჯამში ყველა ჩვენგანს მოუწევს
თითქოს რომ ანიქით წავიდეს ანაკეთ? არა, ეგ როგორ არის, ეხა ეს ადამიანები, რომლებიც არც იქით არიან და არც აქეთ რეალურად არიან არსებული რეჟიმის მხარეს. იმიტომ რომ ცვლილებას ყოველთვის ჭირდება ის, რომ ამ ცვლილების აუცილებლობაში დარწმუნდეს უმრავლესობა. და როგორც შენ ხა ძალიან ზუსტად განსაზღვრე ეს დღევანდელი საინფორმაციო ველი საქართველოს როგორ არის რაღაცა ნაწილი რომელიც არის დარწმუნებულად მსმენელი იმედის და პოზიტივის და ის დარწმუნებულია რომ იქიდან ესმის სიმართლე და ამას ვერ გადაარწმუნებ ვერც ერთ შემთხვევაში არის ზუსტად იგივე ნაირი ჯგუფი მეორე მხარეს აბსოლუტურად საპირისპირო სპექტრში ამ საინფორმაციო სივრცის რომელიც დარწმუნებულია ყველაფერი იმის საწინააღმდეგოში რაშიც დარწმუნებულია ეს ჯგუფი ანუ ამათ შორის ძალიან რთულია რამე კონსენსუსის მიღწევა ან რამეზე შეთანხმება ისინი ვერაფერზე ვერასდროს ვერ შეთანხმდებიან ისინი ვერ შეთანხმდებიან რა არის ეროვნული ინტერესების ჩვენი ისინი ვერ შეთანხმდებიან ვინ არის მტერი საქართველოს ისინი ვერ შეთანხმდებიან ვინ არიან საქართველოს მეგობრები ამ დონემდე არის ეს უკვე მისული ეს პოლარიზაცია ამ ორ ჯგუფ შორის ანუ ფაქტები მათთვის არ არის მნიშვნელოვანი მათთვის მნიშვნელოვანი არის რა ესმის თავისი საინფორმაციო სივრციდან ბოდიში რომ ნევროები გვაშტება ხოლმე რომ ადამიანს ვერ უხსნით რა აი ვეუბნებით რომ აი ეს რაღაც ეს ხო ფაქტია ხშირად ესე ვიწყებთ ხოლმე რა და იმისთვის არ არის ეს ფაქტი და არა და თითქოს ძალიან ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობთ მაგრამ ის უკვე მოკეთ იმდენად არის იმ რაღაცა თავის ჩარჩოში რომ იმის იქით არაფერი აღარ ჩანს რა კი აი ხო ფაქტიც თუნდაც რა ნახეთ იმ ფაქტს სანამ არ გაიგებს თავისივე საინფორმაციო არხიდან იქამდე არ გახდება აი მაგალითი მარტივი რა ხო აქეთა საინფორმაციო ბაბლიდან პირველის და ფორმულას საინფორმაციო ბაბლიდან ხო წლებია ისმის რომ აი ღარიბაშვილის კლანი არის კორუმპირებული იპარავენ ფულს ეს ამათვის ხო ტყუილი იყო არ ჯეროდათ ამისი რომ დაეჯერებინათ ხმას ხო აღარ მიცემდნენ ღარიბაშვილს და მის კლანს ხო ეხლა ნახეთ როგორ შეიცვალა სიტუაცია ეხლა ესენი ხო და ესენი ამბობენ რომ თქვენ ხართ მატყუარები იტყუებით არავითარი კორუფცია აქ არ არსებობს და თქვენ ხართ მტრები და ამიტომ იძახით ამას ხო ეხლა როდესაც თავიანთივე საინფორმაციო არხებიდან გაიგეს უკვე რომ უი თურმე ისი რა მან იქიდან როცა მოისმინეს იგივე ფაქტი რომელსაც წლების განმავლობაში ნოდარ მელაძის გუნდი და სხვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფები როგორც ფაქტებს უტყუარ ფაქტებს ალაგებდნენ მაგრამ მათთვის ეს ტყუილი იყო როგორც კი იგივე გაიგეს თავისი საინფორმაციო არხიდან მაშინ გახდა სიმართლე ეხა ჯერათ ყველას ხო ეხა ხო აღარავინ აყენებს უკვე კითხვის ნიშნს შამას ეს არის მაგალითი ძალიან მკაფიო და ეხა ახე ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა ხდება შუაში რომელიც ჯერ არ არის მისული იმ პოლარიზაციის ზღვარზე რომ დაუშვათ იმ თავისი საინფორმაციო საფნის ბუშტის გარდა ვეღარ იღებს და ვეღარ აღიქვას უკვე ინფორმაციას ხო ეს ადამიანები არიან დაბნეული ადამიანები ესენი არიან ადამიანები რომლებსაც არც ერთის არ ჯერა ჰანა არენტი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მკვლევარი ავტორიტარული პროპაგანდის და წიგნები აქვს დაწერილი ტოტალიტარული რეჟიმების პროპაგანდას ძირითადად ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მეთოდებზე თუმცა როგორც თქვით უკვე ხო ეს დღევანდელი ავტორიტარული პროპაგანდაც იგივე იმ გებელსის პრინციპებზე დგას და რუსული დეზინფორმაციის პრინციპების თავარი საყრდენიც იგივეა რა. ხანა არენტი ზუსტად ამას ამბობდა რომ პროპაგანდის მიზანი ის კი არ არის რომ შენ რაღაცაში დაგარწმუნოს. პროპაგანდის მიზანი არის ის რომ არავის არაფრის აღარ ჯეროდეს. და ესეთი საზოგადოება არის დესორიენტირებული. ადამიანს და საზოგადოებას რომელსაც არაფრის აღარ ჯერა, არის ყველაზე ადვილად სამართავი, იმიტომ რომ ის ვერ იღებს გადაწყვეტილებას. მას არ იცის რა უნდა და შენ როცა არ იცი რა გინდა, შენ უკმედუნარიანი ხარ, ვერაფერს ვერ აკეთებ. ხო და ეს არის ალბათ ხო ერთ-ერთი პასუხი იმაზე, რომ დეზინფორმაცია არ არის მარტო იმაზე გათვლილი, რომ დაგაჯეროს რაღაცა, ან გადაგარწმუნოს რაღაციდან. ისიც მნიშვნელოვანი შედეგია დეზინფორმატორისთვის, თუ შენ არაფრის
არ დობა არ გექნება არაფრისადმი, ყველაფერზე იტყვი, რომ მოგეთ ჩემთვის არავინ არ არის, ყველაფერი სულ ერთია. არც დასავლეთი, არც რუსეთი, კი არც რუსეთი, რო ამბობენ, რომ არც რუსეთი მომწონს ახლა, მაგრამ აბა დასავლეთში რა ხდება და ასე შემდეგ, მოგეთ არის ტოლობის ზუსტად ამიტომ ვთქვი, რომ რეალურად ის ადამიანები, რომლებიც შუაში არიან ახლა და არც ერთ ბაბლს არ მიეკუთვნებიან, არც პირობითად პოზიტივის ბაბლს და არც პირობითად TV პირველის ბაბლს, ეს ადამიანები რეალურად არიან ხელს უწყობენ არსებული სტატუს კვოს გამყარებას, იმიტომ რომ ისინი სანამ არ დარწმუნდებიან ცვლილების აუცილებლობაში და სანამ ისინი დაბნეულები იქნებიან და არ იქნებიან მზად ქმედებისთვის, რომ რაღაცა შეცვალონ, მაშინ უნებურად ასხავენ არსებული სტატუს კვოს და არსებული რეჟიმის წისქვილზე წყალს. ამიტომ ესე არ არის, რომ ეს ადამიანები შუაში არიან, რეალურად შუაში არ არიან. ისინი უწყობენ სტატუს კვოს გამყარებას. ხო, და ზუსტად ეს არის მიზანი. რაი, კიდე მარტივი მაგალითი რომ აუხსნათ რატო. არ მინდა რაღაც ვინმე მარასწორად გაიგოს, ჩვენი მასთან რომ თუ გინდა თუ არა ტელეპიროს უნდა უყურონ და შეიძლება ან უბრალოდ უნდა აირჩიო, მოკლედ რაღაცა გზა, ხო და თქვა რომ მოკლედ მე ამის მჯერა, ანუ ის თუ საერთოდ არაფრის არ გიჯერა, ეგ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი, იმიტომ რომ საერთოდ არ იღებ გადაწყვეტილებას და ვიღაცა იღებს, გიყენებს შენ, რომ მის ინტერესებში რაც არის გადაწყვეტილება მიგაღებინოს, რეალურად იმ გადაწყვეტილებისკენ და სხვა გამოგიყენოს და მე ამის თქვა მინდოდა უბრალოდ რომ არის მეცნიერულად დადასტურებული არის რომ ფსიქოლოგია ადამიანის მოქმედებს ესე როცა შენ ხარ დაბნეული და არ ხარ დარწმუნებული რაღაცაში შენ არ შეგიძლია გადადგა ნაბიჯები და მიიღო გადაწყვეტილებები ამას ამბობ და დაწყებული დებელსიდან გაგრძელებული ჰანა არენდით ბეზმენოვით ყველა ის ჩარჩო დღევანდე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჩარჩო რომელიც ჩვენ ვიცით აი ამ ინფორმაციის ადამიანის ტვინზე მოქმედებისა და ყველა ის ჩარჩო რომელიც გვასწავლის თუ როგორ მოქმედებს ინფორმაცია ადამიანის ქცევაზე ყველა ეს ჩარჩო გვეუბნება ამას რომ შენ როცა დეზინფორმაციას ავრცელებ ან პროპაგანდას ავრცელებ შენი მიზანი ის კი არ არის რომ ვიღაცა რაღაცაში დაარწმუნო როგორც ეს არის ჭეშმარიტება და ქრესტომატიული სიმართლე შენ თუ იმას მიაღწევ რომ ამ ადამიანს მიიყვან იმ მდგომარეობამდე როცა ის აღარ არის არაფერში დარწმუნებული უკვე არის დაბნეული არის დესორიენტებული აღარ იცის ვერ წყვეტს რა არის სიმართლე მაშინ ის ვერ გადადგავს ერთ-ერთ ნაბიჯს, იმიტომ რომ ადამიანებს შეუძლიათ იმოქმედონ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდებიან რაღაცაში, რაღაცის სისწორეში, ან რაღაცის სიყალბეში და შემდეგ აქედან გამომდინარე უკვე ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და გადადგავენ ნაბიჯებს. სანამ ეს არ მოხდება და სანამ ეს შუაში იქნებიან, ისინი არაფერს გააკეთებენ და ეს არაფრის კეთება კიდევ ერთხელ ამბობ, ემსახურება და ამყარებს იმ სტატუს კვოს, რომელიც არსებობს. ალბათ ბოლოსკენ რო წავიდეთ, ერთ-ერთი ბოლო კითხვა მინდოდა მეკითხა, რა გვიყო დეზინფორმაცია, ასე იგი, საქართველოში და სულ თითქოს უფრო ხშირად გამიგია, რომ აი დეზინფორმაცია როგორც საფრთხე, ესე ლაპარაკობთ ხოლმე და მე მგონი საფრთხე აღარ არის. უკვე განხორციელებული, ანუ საფრთხე საომოლოდაც კიდე რჩება, მაგრამ უკვე განხორციელებული პრობლემა არის, შემდგარი პრობლემა არის და აი დღეს რა გამოიწვია ამან და არ ვიცი ხა მაინც დავსვამ ამ კითხვას არ ვიცი რამდენად ზუსტი არის თან ფიქრობ ხმა მაღლა ასე ვთქვათ შეიძლება რომ ანუ ადრე იყო ადრე როდესაც ახალი როცა იყო ეს თავრობის მიერ დასავლური კურსის ზურგი შექცევა დასავლეთისკენ მაშინ ძალიან დიდი იყო ხო ხა გამოსვლები და ასე შემდეგ და თითქოს უფრო ეს შეაბეჭდილება რჩებოდა რომ მეტ ადამიანს ქონდა გააზრებული ის რომ მოგეთ ამას უნდა შეწინააღმდეგებოდნენ მესმის რომ ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ესეთი არ იყო და ზოგი ამხა ქუჩაში რომ დავდგები რა შეიცვლება ამით და ჩემი რაღაც ერთი ადამიანი მოკეთ ეს ნარატივები ვიცით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი იყო ის რომ ადრე მეტი ხალხი დადიოდა ეხლა ნაკლები ხალხი დადის ანუ უფრო ნაკლებ ხალხს ჯერა იმის რომ ან უფრო ნაკლები ხალხი დგამს მაგ ნაბიჯს თუნდაც შეიძლება ეგეც რაღაცა კუთხით მივაწეროთ დეზინფორმაციის მუშაობას რომ იმ ადამიანებს ვინც
უფრო აქტიურები იყვნენ, გაუჩნდათ იმის განცდა, რომ არაფერს აზრი მაინც არ აქვს და ეხა ჯობია ჩემს საქმეს მივხედო. იბადო. ყველაზე თუ მანდაც გააჩნია. არა, აქ მე ჩემი დამკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი მაქვს ამ კონკრეტულ კითხვასთან მიმართებით და აქ ვფიქრობ, რომ თავარი ასე ვთქვათ ფაქტორი არის ნიჰილიზმი. და ნიჰილიზმი და ის რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაზეც ვლაპარაკობდით აქამდე, დაბნეული საზოგადოება, რომელიც არ არის დარწმუნებული რაღაცაში, მათ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და კონკრეტული ქმედებების განხორციელება. და ზოგიერთი ადამიანი, რომელიც დაუშვათ შეიძლება საინფორმაციო და კოგნიტურ დონეზე რაღაცაში დარწმუნებულია, თუმცა ვერ ხედავს აზრს კონკრეტული ქმედების განხორციელების, იმიტომ რომ ვერ ხედავს რა კონკრეტულ შედეგს ემსახურება მისი გადადგმული ნაბიჯები, ეს იწვევს ყველაზე უფრო მეტად ეს ფრუსტრაცია და ნიჰილიზმი იწევს შემდეგ ამ ინერტულობას და იმას, რომ ხელს ჩაიქნევს ადამიანი და იტყვის, რომ ნუ გასაგებია, ხა გამოვედი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ მე თუ არ ვიცი კონკრეტული ამოცანა რა არის ამ შემთხვევაში, რა მინდა მე რომ გავაკეთო, რას მინდა რომ მივახციო, ვიღაცა რომ მეძახის გამოდი გვერდში დამიდექი და დამეხმარე, ის თუ ვერ მიხსნის მე ძალიან კონკრეტულად რას აკეთებს თვითონ და ჩემი დახმარება რაში ჭირდება და ეს მე შემდეგ კონკრეტულად რა ღონისძიებებში და რა ქმედებებში უნდა გარდაისახოს, რომ შემდეგ იმ შედეგზე მივიდეთ, რომელზეც შევთანხმდებით ყველა ერთად, ხო? ამის გარეშე აზრს კარგავს უკვე და რესურსის გაფლანგვას ემსგავსებს ეს ყველაფერი და შეიძლება ვიღაცა ლიდერის და პოლიტიკოსის ტვინში ძალიან მკაფიოა ეს ამოცანა და შეიძლება მათ იციან ძალიან კარგად რას აკეთებენ და ეს გაკეთება, თუმცა ეს თუ ყველა იმ ადამიანის თვის არ იქნება ცხადი და გასაგები ვისი მიმხრობაც აი ამ ლიდერებს და პოლიტიკოსებს უნდათ, ხო? მაშინ ეს შედეგი იქნება ისევ ის შედეგი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ანუ ეს ადამიანები ვეღარ შეძლებენ კონკრეტული ქმედებების და ნაბიჯების განხორციელებას, თუ ზუსტად არ ეცოდინებათ რას აკეთებენ, რატო აკეთებენ, რა არის ფასი იმისი, რასაც გააკეთებენ და რა არის შედეგი, რასაც ისინი მიაღწევენ ამ ქმედებებით. აი ამ ეს სიცხადე არის ხოლმე ხშირად თავარი პრობლემა ჩემ კვლევებში, რომელსაც მე ვაკეთებ ამ მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში ეს იკვეთება ძალიან ცალსახად. აი მოკლედ რომ შევეხოთ აი რა დეზინფორმაციის შედეგი ჩვენ შემთხვევაში რა არის? ადრე გვისაუბრია, რომ ჩვენ არა ევროპაზე მიდის ძირითადად ხო ეს რაღაც ნეგატივი შეტევა ხო და თითქოს ეგეთი ის არის რომ აი რაღაცა ევროპა ასოცირდება რაღაცა სუსტთან ცუდთან თუ არ ვიცი ეს ვიღაცისთვის ეს მოჭარბებული ლიბერალიზმი თუ არ ვიცი ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი ქვეყნებზე გადახვალ რა გერმანია მაგარია, ჰოლანდია მაგარია, ხო? ანუ აი ცალკე ქვეყნები ჰოლანდია ისერა, ხო, ალბათ ჰოლანდია ისერა, მაგრამ აი ცალკე ქვეყნები რა იტალია, ხო? ანუ ეს ქვეყნები იქ არ ათამაშობს. ხო, იქ არ ათამაშობს და რაღაც სხვა ისინი შემოდის, ხო? სადღაც ვიღაცამ კარგი დრო გაატარა, არ ვიცი და იქიდან გამომდინარე რომ ესე ქვეყნები ბევრი არის და სათითაოდ მათი ყველას დისკრედიტაცია რთულია, როგორც ჩანს ევროპის დისკრედიტაცია უფრო მარტივი აღმოჩნდა და ამიტომ თითქოს ევროპას მოეცხო უფრო მეტად ეს რაღაც უარყოფითი, ხო, ტალახი, მაგრამ ქვეყნებს არა უშავთ ჯერჯერობით რა და აი თუ მოусმენ დღევანდელ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარესი, ნუ კონკრეტულ ქვეყნებამდეც კაფიო დაიწყო უკვე რა ეს კუდიანების და ხა დანიამ რომელმაც არ მიიწვია კონკრეტულ შედეგი ნაბიჯი ვიცი ჩანს რა ჩემი გადმოსახედიდან რომ ევროპის დისკრედიტაცია რაღაც დონეზე მოხდა და ეხლა კონკრეტული ქვეყნებიც აქ ალბათ თავარი მაინც ის არის რომ ევროპა ამ შემთხვევაში ამ კონტექსტშიც ახლა ვსაუბრობთ არის უფრო იდეა და ღირებულებათა ერთობა და არ არის რაღაცა ძალიან კონკრეტული, ხო? ეს არის ის ჩემთვის დაუშვათ არის რაღაც თავისუფლება, არის ის კონკრეტული
ღირებულებები, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, ხო? ამისი დისკრედიტაცია, დეზინფორმაციის გავრცელების გზით არის ბევრად უფრო ადვილი ვიდრე კონკრეტულ ფაქტებთან ბრძოლა. დაუშვათ, ახლა გერმანიას რომ მიადგეს ვიღაცა და ამტკიცოს რომ ცუდი ქვეყანაა, ხო, იქ უნდა დაიწყოს მათი, რა ვიცი, საიდან უნდა დაიწყოს ეკონომიკური, ან სოციალური, ან რაღაცა ნებისმიერი, ხო, ხო, რატო არის ცუდი, ხო? და ევროპის შემთხვევაში ნახე რა მოიგონეს ეს არის, რომ იცი რა ევროპა ამ შემთხვევაში არის არასამართლიანი, იმიტომ რომ აი ჩვენ უკრაინაზე და მოლდოვაზე კარგი ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ უარი გვითხრეს და იმათ არ უთხრეს უარი. თუმცა ხო, რა თქმა ხო, ჩაგრავენ. და ეს არ არის სამართლიანი მიდგომა ორმაგი სტანდარტი არის დაუშვათ. ეს ხო აბსოლუტურად არაფერზე დაყრდნობილი მტკნარი სიცრუეა, ხო? იქ იყო სია კონკრეტული კრიტერიუმების, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს თუ უნდა რომ წინ წაიწიოს ამ ინტეგრაციის გზაზე, ესია ყველასთვის იყო ერთნაირი, შეფასდა ერთი და იგივე კრიტერიუმებით და ნუ გადაწყდა რომ ეხა მთავრობა, რომელიც დღე-დაღამე აგინებს ევროპას და ევროპული ქვეყნების ლიდერებს და აკეთებს საპირისპიროს ყველა იმ რეკომენდაციის, რა რეკომენდაციაც ჰქონდათ მათ აი ამ სტანდარტის მისაღწევად, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა იმ კლუბში გასაწევრიანებლად, ხო? ეხა მანდ მაგას თუ გაწევ გვერდზე და თავარ საკითხად იმას დააყენებ, რომ იმათ არ მიცეს და იმათ მიცეს და მე არ მომცეს, თუმცა არ ახსნი, რატო მოხდა ესე? ან ახსნი არასწორად და მოატყუებ უბრალოდ ადამიანებს, ხო? მაშინ უფრო ადვილია ევროპის ზოგადად დისკრედიტაცია. იგივე ხა თუ იტყვის, რომ იცი რა, ევროპას არ აინტერესებს რა სპიკრობს უმრავლესობა და ჩვენი ტრადიციები და ჩვენი თვითყოფადობა მათთვის არის საფრთხე და ისინი მხოლოდ უმცირესობების უფლებებზე ფიქრობენ. ხა ესეთი ფორმით თუ მიაწვდი და იგივე მიაბავ იმას, რომ აი უსამართლობაა ესეც რა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ეს და ევროპა გვაძალებს, რომ ჩვენ გავაკეთოთ ის, რაც უმრავლესობისთვის მიუღებელია. ესეც ხო ტყუილია, რა თქმა უნდა, ხა ევროპა ჩემთვის პირველ რიგში მე იმიტომ მინდა, რომ ყველა ზე კარგი გზა პატარა ქვეყნების თვითყოფადობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად არის ევროკავშირში, იმიტომ რომ ისინი ეხმარებიან, გაძლევენ საფრთხეებს, გარიდებენ თავიდან და რესურსებს გაძლევენ კონკრეტულად, რომ შეინარჩუნოს შენი ინდივიდუალიზმი და შენი კონკრეტული ჩვენი რესურსებით, ეხლა რაც არ უნდა იყოს ამ გლობალური გამოწვევების ფონზე არარეალისტურია, ხო? რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერავისთან ვერ შევალთ კონკურენციაში, ვერავისთან რეგიონშიც კი არა გვაქვს ეხლა ჩვენ არანაირი რესურსი, რომ დაუშვათ ვიყოთ კონკურენტული დამოუკიდებელი ძალა, ხო? გვჭირდება რაღაცა ალიანსი, უფრო რაღაცა ძლიერი დიდი მექანიზმის ნაწილი უნდა გავხდეთ, რომელიც დაგვიცავს ჩვენ იმ ძალიან დიდი საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ვდგავართ და ასევე მოგცემს იმ რესურსს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კონკრეტული თვითყოფადობა და ჩვენი ინდივიდუალიზმი. ამას დიდი რესურსი ჭირდება ამის შენარჩუნებას და ეს რესურსი ევროკავშირს შეუძლია მოგცეს. თორე საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა როგორ დაგვეხმარა ჩვენი თვითყოფადობის შენარჩუნებაში, ეს ყველასთვის ცნობილია, ხო? ხატების გადაღებიდან დაწყებული სუვერენიტეტის გაუქმებამდე და ნუ ენის გაუქმება ერთი ბოლომდე, ხო, ვერ გაუვიდათ და ვერ გაუვიდათ უბრალოდ, თორე ეხა აბსოლუტურად საპირისპირო ხდება ეხა ევროკავშირში პატარა ქვეყნებში რომ ჩადიხარ და ნახავ მათი პატარა ეკლესიებიც კი, რომელიც სვეტი ცხოველი კი არ არის, რაღაცა უნიშნელო კულტურული ძეგლიც კი ევროკავშირის სახსრებით არის აღდგენილი და შენარჩუნებული და დაფასებული არის როგორც ადგილობრივი კულტურის ისა. ჩვენაირი კულტურის მქონე ქვეყანას, რომელსაც ეხა გელათი და ის გვენგრევა თავზე, იმიტომ რომ რესურსი არ აქვს, რუსეთი მოგცემს იმის აღდგენის ფულს. თუ ევროკავშირი თემა არის, მაგრამ მანდაც მივაჩიქამდე რომ ანუ ეგ ფაქტი არის ჩემთვის,
მაგრამ ყველას თავისი მოკეთ გააჩნია რაც კაროდან მიიღებს. ხო და ამას ახლა როცა სამთავრობო პროპაგანდა ეტყვის რომ კი ხო ვერ ეტყვიან რომ ამას ეს არ არის მართალი, იმიტომ რომ ეს ყველამ გაიგო უკვე რომ მართალია. თუ ეტყვიან რომ იმის სანაცვლოდ მოგცემენ ამას ყველაფერს რომ ყველა უნდა გაუთხოვდეთ ყველა მამაკაცებმა თავისი საპირისპირო სქესის მოყვანი, ცოლად მოყვანის ის აღარ გექნება შესაძლებლობა ფაქტობრივად ამ დონემდე მივიდა ეს პროპაგანდა რომ ასეთ აბსურდულ რაღაცა სისულელებს ლაპარაკობენ და პირდაპირ არიან აი ამ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების სანაცვლოდ გთხოვენ იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს იდენტობაზე და აქეთ ხარ ეს არის ლიბერალიზაცია ვიზების, აქეთ ხარ ეს იდენტობა. ასე სრულ დილემა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკა რუსული დეზინფორმაციის. ეს პირდაპირ რუსული დეზინფორმაციის მაგალითებია, როცა ამბობ, რომ აი ისი რა ევროპა გაყენებს აი ამ არჩევანის წინაშე, რომ ან ყველა LGBT უნდა გახდეს და ყველა მამაკაცი უნდა გათხოვდეს, ან ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გქონდეს. ასევე სხვა იგივე მესიჯის ფარგლებში გეუბნებიან იმას, რომ ან ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გქონდეს, ან უკრაინასავით ომში უნდა ჩაერთო და უნდა განადგურდა ისე როგორც უკრაინა განადგურდა. ესეთი სრულ დილემები სამწუხაროდ მოქმედებს ადამიანებზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დამუშავებული არიან უკვე ამ სტრატეგიული, ესე ვთქვათ, დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტექნიკებით, კარგად დაფინანსებული, კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ტექნიკების მიხედვით ამ ადამიანების გონებით манипуლირება აი ესეთი ტიპის სრუდილებებით ადვილია. მით უმეტეს, როცა უკვე შენ გადაწყვიტე, რომ აი ამისი მჯერა, ამისი არ მჯერა, იქ მერე ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გავრცელება. მოდი ძალიან გაგვიგზავნა და მოკლედ თუ შეგვიძლია რომ დავასრულოთ, რამე ძალიან ისეთი გამოგვივიდა საუბარი და რამე პოზიტივის თუ შეგვიძლია, რამის იმედი თუ შეიძლება რა თქმა უნდა, დავიტოვოთ. ძალიან პოზიტიურად და იმედიანად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ აი ამ საინფორმაციო ომის პირობებში, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით და 10 წლეულის განმავლობაში მე ვიტყოდი არის, მაინც უმრავლესობა ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, ვინ არის მტერი და ვინ არ არის მტერი. ეხლა ის ჯგუფი, რომელიც თქვით, რომ დაუშვათ ხა პოსტივის უსმენს და იქიდან იღებს ინფორმაციას და მათთვის სიმართლე არის აპირისპირო გასაგებია, მაგრამ ეს არ არის უმრავლესობა. უმრავლესობა მიცის რა მოუტანა ამ ქვეყანას რუსეთმა და იცის რა პერსპექტივა აქვს ამ ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ თუ ვიქნებით და ისევ რუსეთის ჭაობში თუ მოგვიწევს მომავალი თაობების აღზრდა და ცხოვრება, ეს კარგად კოლექტიურ მეხსიერებაში ჯერ კიდევ აქვს ჩვენ საზოგადოებას და ხა ამას უმრავლესობას ვერ დაარწმუნებენ ამაში. გარდა ამისა, გვყავს ძალიან მაგარი ახალგაზრდები, რომლებმაც გაიგეს ძალიან კარგად უკვე ამ საინფორმაციო სივრცეში აუღეს ალღო როგორ გაარჩიონ ტყუილი სიმართლისგან და აქვთ წდომა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორმაციაზე და გადასარევად იციან რა ხდება ევროპაში, რა ხდება სხვა ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში და იმის საპირისპიროდ რა ხდება რუსეთში და მის გავლენის სფეროში. აქედან გამომდინარე, ხა შეგილია რა რომ გარკვეული ჯგუფი მოატყუო გარკვეული პერიოდით, მაგრამ ხა ყოველთვის მოატყუო, ეს არის შეუძლებელი და იმ ზღვარზე არ ვართ მისული, სადაც შეიძლება რომ ადამიანს აღარ ჯეროდეს უკეთესი მომავლის პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია არც ისე ეფექტურ კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ზიანი მიადგა საზოგადოებას და ქვეყანას, მაგრამ არ არის ჯერ
სიტუაცია ისეთი, რომ აქედან შემოტრიალება არ შეიძლებოდეს. კი, ლევან, დაგეთანხმები ამაში და ჩემი არგუმენტი ყველაზე მყარი, რატომაც ამისი მჯერა არის ის, რომ ეს უკვე ინფორმაციას გაცდა, ეს უკვე ტყუილს და სიმართლეს გაცდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თვითგადარჩენის საკითხია და თვითგადარჩენაზე როცა მიდგება ხოლმე საქმე, ქართველი ერი ძალიან დიდი გენეტიკური მეხსიერების მატარებელია ამ დროს და მე უკვე ვხედავ იმის უტყუარნიშნებს საინფორმაციო სივრცეშიც კი, მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში, რომ ხალხისთვის უკვე ნათელია რა არჩევანის წინაშე ვდგევართ, რომ ხა ან უნდა ვიყოთ საბჭოთა რესპუბლიკა, როგორც ვიყავით და დავკარგოთ სუვერენიტეტი და ვიყოთ რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი, როგორც ვიყავით აქამდე, ან უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და უნდა როგორღაც გავახციოთ ამ ჭაღობიდან და მივცეთ ჩვენ შვილებს იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში და ეს ამ შემთხვევაში მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ ყველა ერთად. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. დავასრულოთ მე მგონი და ესეთ პოზიტიურ ნოტაზე და წარმატებები თქვენც და ჩვენ ქვეყანასაც. მადლობა ლევან, მადლობა.